რამდენიმე მნიშვნელოვან ამბავზე უნდა გესაუბროთ ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრით მნიშვნელოვან ამბავზე. ერთ-ერთი კი არა, პირველია საქართველოს დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის და საერთოდ ქართული რუსული ოცნების გუნდის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ შეიქმნას რეგიონული განვითარების სამინისტრო და ამ ახალი უწყების ხელმძღვანელად, პირველ ხელმძღვანელად დანიშნული იყოს გრიგოლ ლილუაშვილი, სუსის უფროსი, რომელსაც მართალს ბრძანებს ბატონი კობახიძე, ოქტომბერში ისედაც გაზდიოდა სუსის უფროსად მუშაობის ვადა. გრიგოლ ლილუაშვილს დანიშნავენ როგორც კი ახალი კანონმდებლობა შეიქმნება, ანუ როგორც კი საქართველოს საკანონმდებლო ორგანო, ეგრეთ წოდებული საკანონმდებლო ორგანო, დე-ფაქტო პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას ამ სამინისტროს შექმნის თაობაზე და ეს კაცი გრიგოლ ლილუაშვილი უცებ აღმოჩნდება მინისტრის სავარძელში. აი, რაც შეეხება სუსის უფროსი გახდება ერთ-ერთი მონამორჩილი ირაკლი კობახიძისა და ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილისა. დღეს იუსტიციის მინისტრად რომ მუშაობს და იუსტიციის მინისტრი რომ არ არის, უბრალოდ დე-ფაქტო იუსტიციის მინისტრია, ის ანრი ოხანაშვილი, ხოლო პაატასალია, გამორჩეული იმით, რომ თავის დროზე სწორედ მას ჩააბარეს რუსთავი 2 ადვოკატი პროფესიით, იურისტი, ის კი იქნება უკვე შემდგომ იუსტიციის მინისტრი. ოხანაშვილსა და პაატასალიაზე არ გავამახვილებ ყურადღებას, მით უფრო რომ კიდევ ერთი პერსონა უნდა ვახსენო რამდენიმე ხანში. ახლა ვისაუბრებ სწორედ გრიგოლ ლილუაშვილზე, კაცზე, რომელიც გასული წლის ივლისში, აი წარმოიდგინეთ რა დაძაბული პერიოდია, რა საინტერესო პერიოდია, მოულოდნელად მიემგზავრება შეერთებულ შტატებში და იქ რაღაც უსაფრთხოების საკითხებზე ყოველწლიურ შეხვედრებში თუ შეხვედრაში იღებს მონაწილეობას. გრიგოლ ლილუაშვილის ჩვენ ყველამ ვიცით რეალურად, რომ გრიგოლ ლილუაშვილის დავალება, გრიგოლ ლილუაშვილისათვის დავალება იყო ამგვარი, მას როგორღაც უნდა დაელაგებინა ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან, კი ოფიციალური შეხვედრები ამასთან დაკავშირებით არ ექნებოდა და არც ჰქონდა, მაგრამ კულისებში სულ მინიმუმ უნდა გაერკვია რა დამოკიდებულება აქვს შეერთებული შტატების იმხანად ბაიდენის ადმინისტრაციას საქართველოს ხელისუფლებასთან და მის დე-ფაქტო ლიდერ ივანიშვილთან და რამდენად მკვეთრი მკაცრი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი ადმინისტრაცია უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის მიმართ. და რამდენად შეიძლება, რამდენად დარჩენილია თანამშრომლობის, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ფორმატები თუ სივრცეები. ლილუაშვილი მოდი გულახდილად ვთქვათ, ხელცარიელი დაბრუნდა ვაშინგტონიდან და ვერც ვერაფერი საიმედო ვერ ჩამოიტანა მაშინ ბიძინა ივანიშვილისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი მას შემოსცხრა მაინც და მაინც გაბრაზდა, გაჯავრდა, არ იყო დავალება მიცემული, რომ მაინც და მაინც დაელაგებინა ურთიერთობა ლილუაშვილს შეერთებულ შტატებთან ბიძინა ივანიშვილისა, მაგრამ გარკვევა კი იყო მისი დავალება და აი საიმედო ინფორმაციები კი მაშინ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკის თაობაზე და ეს ის პერიოდია, როდესაც ტრამპის მოსვლას ბევრი კი ვარაუდობს, მაგრამ ბევრი სულაც არ ვარაუდობს. და ფიქრი იმის თაობაზე, რომ ბაიდენი დარჩება პრეზიდენტად ან დემოკრატებს ეყოლებათ სხვა კანდიდატი, რომელიც დაამარცხებს რესპუბლიკელ ტრამპს, ფიქრი იმის თაობაზე არსებობდა. ცხადია, ამიტომ ესე ცალსახაბსონ სიმხანად არდებდა ბიძინა ივანიშვილი დონალდ ტრამპზე, როგორც უკვე დადო შემდგომ პერიოდში, ეს ახლობით აგვისტო, სექტემბერ, ოქტომბერ თვეს უკავშირდება, ოქტომბერში მოხდა ეს, სექტემბერ-ოქტომბერში. ხო და ლილუაშვილი დაბრუნდა ხელცარიელი, თუმცა ლილუაშვილი, აი ხა უცნაურ რამეს ვიტყვი, გაგიკვირდებათ და მაინც ყოველ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი ასე თვლიდა და რა ინფორმაციასაც უშუალოდ სუსი აავრცელებდა, იქ რაღაც ტერორისტთან მიმართებაში საქართველოს უსაფრთხო ქვეყანა, ასეთი ინფორმაციების ვრცელდება დღესაც, რომ ჩახედოს სუსის ვებგვერდს, ხო რომ ჩვენ რაღაც წარმატებული ვართ ამ თვალსაზრისით, იქ რაღაცა ოპერაციაში მივიღეთ მონაწილეობა, ის დააკავეს, ეს დააკავეს და ასე შემდეგ. ეხლა სხვა საქმე, რომ რეალურად არც არაფერს არ აკეთებდა, ესეც სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანს ლილუაშვილის უწყება და
დაკავებული იყო ადამიანების გაშავებით, დევნით, ადამიანების საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ გარკვეული ქმედებებით, ღონისძიებებით, მაგრამ თვითონ ხო პოზიციონირებდნენ ასე, რომ ლილუაშვილი იყო წარმატებული პირი. და კვლავ ვიმეორებ, ოქტომბერში მას გაზდიოდა ვადა. მაგრამ ამ რეგიონული განვითარების უწყებაში მისი გადაყვანა, მოდი ამ ანალიზს გავყვეთ, რეალურად ნიშნავს არა იმას, რომ ლილუაშვილი ჩამოვაცილეს რამე თანამდებობას, არამედ პირიქით ნიშნავს იმას, რომ სწორედ ლილუაშვილს ანუ სუსს პარალელურ სტრუქტურას ერთის მხრივ სუსისა რეგიონებში და მეორეს მხრივ ინფრასტრუქტურის სამინისტროსი, რომელიც ასევე რეგიონებში მუშაობს, თუ მუშაობს განსაკუთრებით აქტიურად, და დედაქალაქში მაინც დედაქალაქის მერიას აქვს აღებული ამგვარი ფუნქციები საკუთარ თავზე და შესაბამისად ინფრასტრუქტურის სამინისტრო უფრო რეგიონული მასშტაბით არის აქტიური, თუ აქტიურია, აი პარალელური ამ სტრუქტურის შექმნა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს de facto ხელისუფლებამ სწორედ ლილუაშვილს ანდო და სუსანდო იმგვარი ღონისძიებების ჩატარება რეგიონებში, რომლებიც მისთვის გადამწყვეტად მნიშვნელოვანია რამდენადაც სუსს კი არა, რამდენადაც მოსახლეობა რეგიონებში განფენილი რეგიონების მოსახლეობა როგორღაც არის მოსათოკი, როგორღაც არის იმგვარად მოსათაფლი, ან იმგვარი ზეწოლები უნდა გარხორციელდეს მასზე, ამ მოსახლეობაზე, სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელსა თუ რეგიონში, რომლებიც ამ მოსახლეობას ცალსახად არ გადაიყვანს ეგრეთ წოდებული ოპოზიციის მხარეს, ან უფრო ზუსტი რო ვიყო, კრიტიკულად არ განაწყობს de facto ხელისუფლების მიმართ. აქედან გამომდინარე ლილუაშვილის და სწორედ ლილუაშვილის, ოღონდ სუსიდან გასული ლილუაშვილის, ოქტომბრამდე არც დაიცადეს, სუსიდან გასული ლილუაშვილის ფუნქცია მოვალეობა იქნება როგორღაც ზემოქმედება, ყველაზე რბილად ვამბობ, მოახდინოს რეგიონების მოსახლეობაზე, მოქალაქეებზე. ეხლა ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, სხვა თვითმმართველი ქალაქები და ძლიერი რეგიონები შესაძლოა არ ნაკლებად იგულისხმება, უფრო იგულისხმება იმგვარი დასახლებული სივრცეები, ქალაქები, სადაც სუსი ისედაც აქტიურად არის შესული და ეგრეთ წოდებული რეგიონული განვითარების სამინისტროს სახით შევა სუსი რეალურად ლილუაშვილი და თავისი აგენტურით იმუშავებს ნებისმიერ პირველ ხარისხოვან ცხადია, მაგრამ არა იმდენად ძლიერ როგორც ბათუმია ან ქუთაისია ან ზუგდიდია, არამედ შედარებით ბრწყალებში მეორე ხარისხოვან სოფლებსა თუ ქალაქებში. სენაკში ასე მაგალითად არ ვაკრინებს ცხადია, სენაკს მარტვილში ასე მაგალითად და სამეგრელოსაც რო გავწდეთ, თქვათ არა ოზურგეთში, არამედ თქვათ ჩოხატაურში პირო ლანჩხუთში პირობითად, ხო? თუმცა რატომაც არა ზუგდიდშიც, ოზურგეთშიც, სხვაგან. ლილუაშვილის გადაყვანა ნიშნავს იმასაც, მაღალი ალბათობით, რომ საქართველოს ხელისუფლება რაღაცისთვის ემზადება, de facto ხელისუფლება რაღაცისთვის ემზადება ან ოქტომბერშივე და გულისხმობ თვითმმართველობის არჩევნებს და თვითმმართველობის არჩევნები ცხადია მოსაგები აქვს საქართველოს de facto ხელისუფლებას და იოლად მოიგებს, რასაკვირველია თუ პირველი პოლიტიკურ პარტიებს აკრძალავს, რასაც აპირებს და მეორე თუ პოლიტიკურ პარტიებს არ აკრძალავს და ეს პოლიტიკური პარტიები არ მიიღებენ მონაწილეობას ამ არჩევნებში, რაც არც უნდა მიიღონ, არც უნდა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, არც უნდა გააკეთონ მონაწილეობა, არც უნდა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და მესამე რომც მიიღონ, აი რო გაგიჟდნენ და მიიღონ და სხვა შორის ეს ძალიან საინტერესო პოინტია, მაგრამ ამაზე ვისაუბრებ სხვა დროს. ამ შემთხვევაშიც კი ქართული ოცნება სუსით გაჯერებული, ქართული ოცნება სუსის რესურსებს რომ იყენებს ის და კიდევ რაღაც რეგიონული ინფრასტრუქტურის სამინისტრო სრულიად არასაჭირო სტრუქტურა თუ იქნება და ის შეიქმნება და აქ სუსის ხალხი შეეყრება, ხო, და გადანაწილდება აქაც, ბუნებრივია ის იოლად დაამარცხებს ოპოზიციას დედაქალაქშიც კი მეთქი, სადაც ყველაზე უფრო უჭირდა ქართულ ოცნებას, მაგრამ ოპოზიციამ არ უნდა მიიღოს არც დედაქალაქში აქვე ვიტყვი. მაგრამ რაღაცისთვის რო ემზადება, აქ ამას ვამბობდი, მაღალი ალბათობით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და გამო ეს კი ფაქტია, ამიტომ არ გამორიცხავენ არც ერთ სცენარს და რეგიონების მოთოკვა, მოჭიმვა, რეგიონებში ზეგავლენის მოხდენა კი სჭირდებათ. მე არ ვუკავშირებ, კლავ ვიმეორებ 4 ოქტომბერს მაინც და მაინც
იმას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სწორს და პარალელურად გაიმართება საპარლამენტო რიგგარეშე არჩევნები, თუმცა მეორე მხრივ არ გამოვრიცხავ თუ მოასწრო წულუკიანის კომისიამ, რომელიც სექტემბერში უნდა დაასრულოს მუშაობა, დასკვნის დადება და ამ დასკვნის საფუძველზე გააუქმებენ მინიმუმ ნაციონალურ მოძრაობას და შესაძლოა მიაყოლონ სხვებიც, ხო წარმოგიდგენიათ, რამდენად იოლად დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებსაც კი ამ შემთხვევაში და ის რიგგარეშე არჩევნებიც ცხადი არალეგიტიმური იქნება, უკანონო იქნება, იმიტომ რომ თუ ოპოზიცია არ აკყავს, ეხლა სოზარ სუბარის პარტიას ეჯიბრე და იყავე. კიდევ ორ თემაზე უნდა ვისაუბრო, ანუ ლილუაშვილის თემა განვიხილეთ, ლილუაშვილი სჭირდებათ როგორც გამოცდილი სუსელი, ოღონდ სხვა უწყების ხელმძღვანელად, რომელიც უწყებაშიც გადავლენ ხა დასაკომპლექტებელია ხო მთელი ეგრეთ წოდებული სამინისტრო სუსის თანამშრომლები და ისინი შევლენ რეგიონებში და ნამდვილ სუსთან ან პირველ სუსთან ოხანაშვილის სუსთან ერთად გააკონტროლებენ რეგიონებს. ხო, ეხლა ეს ამბავი ერთია და მეორე ამბავია აუცილებლად უნდა ვახსენო მამუკა ხაზარაძე. მამუკა ხაზარაძე იცით თქვენ რომ პროკურატურა დაიბარა ერთის მხრივ და ახლა უკვე ბრალის წაყენებაც მიმდინარეობს. ეხლა ეს ბრალი როგორი იქნება და გაბედავს თუ არა დე-ფაქტო ხელისუფლება მის დაპატიმრებას, სიმართლე გითხრათ არ ვიცი, გვირილა როა ყვავილი ის შეგვიძლია ვითამაშოთ და ესე ფურცელ განვფურცლოთ გვირილა და ვთქვათ რომ დააპატიმრებს არ დააპატიმრებს ღმერთმა უწყის დააპატიმრებს თუ არა. მაგრამ ის კი უნდა ვთქვათ, რომ მამუკა ხაზარაძის დაპატიმრების ან ნებისმიერი სასჯელის მისთვის დაკისრების შემთხვევაში ეს იქნება ესე თქვა ეგრეთ წოდებული უნივერსალური მიდგომა ყველა იმ პირის მიმართ, რომელიც ამ წულუკიანის უკანონო კომისიასთან არ ითანამშრომლებს. დიახ, გენერალ ყურაშვილს არ შეეხებიან ამ კუთხით ყოველ შემთხვევაში, ან გენერალ გოგავას, ან სხვებს ვინც მივიდა კომისიაზე და ეგრეთ წოდებული ჩვენება მისცა გოგა ხაინდრავას ხომ მით უფრო არ შეეხებიან, მაგრამ ასე მაგალითად, არ ვიცი, ყველას, მაგალითად გიორგი თარგამაძეს, რომელიც დაბარებული იყო, ან სხვებს, ხო, ზუსტად ისეთივე მიდგომით გამოირჩევიან მათ წინააღმდეგ, როგორი მიდგომაც ექნებათ მამუკა ხაზარაძის მიმართ. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება არათუ ასრულებს, არათუ ჩერდება, არათუ ამ ეტაპზე კმაყოფილდება, არამედ აგრძელებს და აგრძელებს რეპრესიულ ქმედებებს. მას უნდა რომ მთლიანად მოსცრას, მოავერანოს პოლიტიკური ველი და უკვე როგორც გითხარით, უკვე შემდგომ თუ მოასწროს წულუკიანის კომისიამ დახუროს კიდეც, გააუქმოს კიდეც პარტიები. მათ შორის ძლიერი საქართველო, როგორც მე ვხვდები, კახარიას პარტიაც შესაძლოდ და სხვები, რამდენადაც ისინი ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებულ პარტიებად იქნებიან მოხსენიებული ამ კომისიის ან სხვა რომელიმე უწყების მხრიდან თუ მიერ. აი მე უკვე მართლა დანიშნავს არჩევნებს, ან არ გამოვრიცხავ რომ დანიშნოს არჩევნები, თუნდაც 4 ოქტომბერს ან მომავალი წლის აპრილ-მაისში და თქვას რომ აი ხა ეს პარტიები გაუქმებულია და არასო გაუქმებულია ამ პარტიების წარმომადგენლები, ხაზრაძე ვახსენოთ კიდევ ერთხელ, არათუ ისინი სხვა პარტიასაც ვერ აფუძნებენ. იმიტომ რომ ესეთი კანონმდებლობა გვაქვს მიღებული. სხვა აღარ ვლაპარაკობ ხა უშუალოდ ნაციონალური მოძრაობის, წარმომადგენლებს. მაგალითად მოგუჩავთ. პოლიტიკიდან დევნიან ყველა შესაძლოს საკრიტიკო რასაკვირველია, მაგრამ ოპონენტს და აი ვინ უნდა იყოს მაშინ ოპონენტი თუ არჩევნებს დანიშნავენ, ეს კი აღარ მესმის, მათ უნდათ ხელისუფლების კიდე მეტი უზურპაცია და მართლა უნდათ ამ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება, რაც ვერ მოახერხეს 26 ოქტომბერს მიზესთა და ქართული ხალხის წინააღმდეგობის გამო. ეხლა მამუკას რო დაუბრუნდე ხაზარაძეს, ჩემი სოლიდარობა ცხადია მას, მე და ბადრისაც, ჯაფარიძესაც ჩემთვის ცოტა გასაკვირია რომ 2003-დან 2012-მდე საქმეებს რო იძიებ, რაღა მაინც ხაზარაძე ჯაფარიძეს მიადექი. პირველი რატო არის ეს ორი პირი მე კარგად არ მესმის, მაგრამ ამათ აქვთ ეს ბოღმები დე-ფაქტო ხელისუფლებას ხაზარაძე ჯაფარიძის მიმართ და მე გეტყვით რატომაც აქვთ ორი სიტყვით. გეტყვით იმიტომ რომ პირველი დამოუკიდებელი ფინანსური წყაროა ხაზარაძე ჯაფარიძის ჯგუფი, არ არის ჩამობღაუჭებული ბიზინა ივანიშვილზე პირდაპირ თუ ირიბად, ეს ბარემ რო ვთქვათ ობიექტურად და ასევე პირადი ბოღმები აქვს ბიზნეს ანაკლის ხმაწყლოვანი პორტის მშენებლობის და ამერიკელთა მოწვევისა და ბევრი იმ საქმის გამო, რომელსაც დამოუკიდებელი ფინანსური რესურსის არსებობა ახერხებდა ხაზარაძე ჯაფარიძის
დუეტი. ამიტომ ეხლა იმას თუ გონია რომ მარტო ნაციონალებზია გადაკიდებული, აგე თვალსაჩინოება რომ ხაზარაძე ჯაფარიძეც არის გადაკიდებული და გაგიკვირდებათ და გახარიაზეც მეთქი ასე უნდა თქვა მიუხედავად იმისა რომ მე არ დამიმალავს კრიტიკული დამოკიდებულება ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიმართ არაერთი მათ შორის ანაკლიასთან მიმართებაში მისი არაერთი არამართლზომიერი ქმედების გამო გახარიას მიმართ როგორც მოღალატის მიმართ ცხადია ბიზინა ივანიშვილი ასე უყურებს ახლა მე არც ბჭყალებში ჩავსო და არც ბჭყალებოდ წარმოვადგენ ამ სიტყვას ხო როგორც მოღალატის მიმართ აქვს ბიზინა ივანიშვილს თავისი პერსონალური დოგმები ახლა ეს ყველაფერი რაც გიამბეთ ძალიან მნიშვნელოვანია 15 წუთი გავიდა 16 მაგრამ ახლა ერთ ძალიან საინტერესო სხვა ამბავსაც გიამბობთ და მაღალი ალბათობით სწორედ ამ უკანასკნელი ამბიდან გამომდინარე შევქმნით ჩვენ headlines სათაურს ან ჩემი ვიდეო ბლოგის. იცით თქვენ რომ რობინ დანეგანი შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ცხადია სახელმწიფო დეპარტამენტის დავალებით შეხვდა ცოტა ხნის წინ მინისტრად წოდებულ მაკა ბოჭორიშვილს მეც მქონდა ამასთან დაკავშირებით ვიდეო ბლოგი 1 ან 2 სხვადასხვა ვარაუდები გამოითქმის იმასთან დაკავშირებით რატომ მოხდა ეს არის თუ არა ეს ლეგიტიმაცია de-facto ხელისუფლებისა მე ვიქვევ თქვი რომ ეს არანაირი ლეგიტიმაცია არ არის ორივე ბლოკში რამდენადაც მახსოვს ამავდროულად ჩვენ განვიხილეთ რა საკითხები შეიძლება წამოეჭრა ქალბატონ ელჩს მინისტრ ეგრეთ წოდებულ მინისტრთან და ასე შემდეგ აი ორი დღის წინ მოხდა კიდევ ერთი უცნაური ამბავი ხსენებული ელჩი ქალბატონი დანეგანი შეხვდა პირველ ვიცე-პრემიერს ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს. ეს ის ლევან დავითაშვილია, რომელიც შეერთებული შტატების საელჩოს დონეზე და შესაძლოა არა მხოლოდ საელჩოს დონეზე ყველაზე უფრო ადეკვატურ პირად აღიქმება ამ არაადეკვატურ პირთა შორის. ანუ კობახიძეს საერთოდ არ ელაპარაკებიან. პაპუაშვილს, დინარაძეს, ეს ორი უკანასკნელი პარლამენტარია, მაგრამ არ ელაპარაკებიან მინისტრებიდან, აი ბოჭორიშვილს ელაპარაკებიან, იმიტომ რომ ის საგარეო უწყების ხელმძღვანელია და შესაძლოა დაელაპარაკონ ჩიქოვანს, თუმცა ეჭვმეპარება, იმიტომ რომ ის თავდასხმის უწყების ხელმძღვანელია. აი, პირველ ვიცე-პრემიერთან კი გამართა ქალბატონმა ელჩმა შეხვედრა. რატომ? ლეგიტიმაციას ნიშნავს ეს ამ ხელისუფლებისა არ არასაკვირველია, ლეგიტიმაცია რომ იყოს, ამ შემთხვევაში საელჩოს დონეზე მაინც გაკეთდებოდა განცხადება, რომ ჩვენ ვცნობთ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს. მას რატომ შეხვდა? ოფიციალური მიზეზი, რომელსაც მე გაგაცნობთ ერთ წუთში არც კი ვიცით პრინციპში, მაგრამ რეალური შიგთავსი, რეალური მიზეზი რა არის ამ შეხვედრისა. აი აქ მე ვუბრუნდები ერთ უცნაურ ჩემს ვიდეო ბლოგს ამ ორი კვირის წინანდელს დაახლოებით, მე თუ გახსოვთ ვივარაუდე, რომ ბიზინა ივანიშვილი ეძებს კონტაქტებს შეერთებულ შტატებში და ასე შემდეგ, მაგრამ ბიზინა ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ მოხსნას ირაკლი კობახიძე და სანამ გადაიყვანოს ან არ გადაიყვანოს და საერთოდ მოიცილოს თავიდან. ირაკლი კობახიძე და მთელი მისი გუნდი ყოველ შემთხვევაში ვინც გადაჰყვება ირაკლი კობახიძეს, ვინც ჩაჰყვება პოლიტიკურ საფლავში და მე ვივარაუდე, რომ მე ვთქვი, რომ სამი კანდიდატი ყავს ბიზინა ივანიშვილს თუ ასე მოხდა პრემიერის თანამდებობაზე. ეს არის ლეჟავა, იაპონიაში საქართველოს ელჩი, ბატონი უტა ივანიშვილის მეგობარი, რომელმაც აეზე ჩემოდანით ჩაიტანა ფული და იგი უტა ივანიშვილს ბინა შეაძენინა, არც თუ პატარა, იმიტომ რომ გადარიცხვა ვერ ხერხდებოდა რაღაც ფინანსური და გადარიცხვის პრობლემები იყო და აღმოაჩინეს იაპონელმა ჟურნალისტებმა კეიცით თქვენ იმერულად რომ არ მოუქციო, ეს არის ლეჟავას გარდა ბატონი რუხაძე, რომელიც რასაკვირველია არის ბიზინა ივანიშვილის იდეოლოგიური ერთ-ერთი საყრდენი საკუთარი იმედით და არა მხოლოდ ფინანსებითაც, მაგრამ მას შემდეგ რაც მე ეს ვივარაუდე ბატონ რუხაძეს შეექმნა საკმაოდ სერიოზული პრობლემები ბრიტანეთში, იქ არის ხსენებული აბრამოვიჩი, მისი კავშირები, ის ხაზი, რომელიც უშუალოდ რუხაძეს აქვს რუსეთთან გაბმული აბრამოვიჩის და არა მხოლოდ აბრამოვიჩის ხაზით და ასე შემდეგ, მოკლედ რუხაძეც იყო და არის კანდიდატი, რა თქმა უნდა, მაგრამ ხო ის ამერიკის მოქალაქეა, ეს პოზიტიური გადაწყვეტილება
თუ ამას დაეყრდობა, ხო რომ ის ამერიკის არგუმენტირებული იქნება, რატომაც ირჩევს შეარჩევს ბატონ რუხაძეს, თუმცა კვლავ ვიმეორებ, არ არის ეს გადაწყვეტილი, ანუ ლეჟავა რუხაძე თქვით და მესამე თქვით ლევან დავითაშვილი. და მე გუშინ სწორედ მას შემდეგ რაც წავიკითხე რომ კალოდნი ელჩი შეხვდა სწორედ ლევან დავითაშვილს, ჩემს წყაროსთან დავიწყე გადამოწმება რომ რა და პირველი კითხვა რაც დაუსვი არის ამგვარი რომ დაწინაურდა კი ბატონი დავითაშვილი მეთქი და პასუხად მივიღე მოკლე პასუხი რომ დაწინაურდა დიახაც რომ ანუ აი ამ სამეულში აი ამ სამთა შეჯიბრებაზე ხო რბოდა სამი პირი დაწინაურებული რომ მას დანიშნავენ სწორედ პრემიერ-მინისტრად არის სწორედ ლევან დავითაშვილი. შეხვედრის თემა დამავიწყდა იყო პროექტები, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის საკითხები, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობები, ეს რაღაც შაბლონური ტექსტი მოყვება გავრცელებულ ინფორმაციას და ერთი უცნაური წინადადება, რომელზეც მე მქონდა ვიდეო ბლოგი, ეს არის შუა დერეფანი. კონკრეტულად ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტი არ არის ხსენებული ამ გავრცელებულ ინფორმაციაში, მაგრამ ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტი განუყოფელი ნაწილია შუა დერეფნისა და ჩინელები, რომელთა შემოყვანაც სხვადასხვა დავითაშვილსაც უნდოდა, ჩინელები ბლად ბოლომდე შემოსულები არ არიან და შეერთებული შტატებისთვის ეს შუა დერეფანი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ბოლო პერიოდია ისე რაც ჰქონდა, მაგრამ სამხრეთ დერეფანი არ არსებობს, მithumeres ეხა დაიბომბება ან არ დაიბომბება, მოკლედ პრობლემები აქვს. ირანს ისიც შუა დერეფანი არ არსებობს. რუსეთისათვის სანქციების ესე სრული სანქციების მოხსნას არაპირებს და პირიქით შესაძლოა მეტი სანქციები დაუწესდეს მათ შორის რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს, რომელიც შავ ზღვაში არ ნაკლებად, ხოლო ბალტიის ზღვაში კი ნამდვილად არის. ანუ ტრამპი ეს ამბივალენტური კაცი აგრძელებს ერთგვარად რუსეთის მოხრჩობასაც, გარდა იმისა, რომ თაფლაკვერის პოლიტიკასაც აგრძელებს, მას მათრახიც უჭირავს პუტინის წინააღმდეგ და აი ვერ გაიგებ როგორია და საკვირველია საკრიტიკოა, მაგრამ ეგრე საკრიტიკო იყო სადღეგრძელოებით გამორჩეული პრეზიდენტი ბაიდენიც, ბარემ თქვა და აი ჩრდილოეთ ნაკადს ხო, ჩრდილოეთ ხაზმა ჩრდილოეთ დერეფანს. ხო, პრობლემები ექნება სულ. ამიტომ შუა დერეფანი დიდ დატვირთვას ან დიდ მნიშვნელობას იძენს. და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა აკითხარით წინა ბლოკში რომ ბოჭორიშვილზე რომ იყო იმ ბლოკში რომ ბოჭორიშვილს უთხრა რომ ახლა როგორ ამგვარი წინადადება რომ ახლა როგორც ჩვენ ვიტყვით ისე იქნება და არა ისე როგორც თქვენ გინდათ ან თქვენ წარმოგიდგერიათ. მაგალი ალბათობით სწორედ ეს უთხრა დაანეგანმა ლევან დავითაშვილსაც, რომელზეც კვლავ ვიტყვი რომ აი ამ შეჯიბრებაში ვინ გახდება პრემიერ-მინისტრი. ხო ის დაწინაურებული ანუ რუხაძეც ჩამოიტოვა და ლეჟავაც ჩამოიტოვა. სწორედ ლევან დავითაშვილზე ჩემი ინფორმაციით აკეთებს ფსონს ბიზინა ივანიშვილი, რომ იქნება და მან დაალაგოს პირველი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა და აგელში მიდის თურმე და ელაპარაკება და ილაპარაკოს იმ რაღაც მეგა პროექტებზე, რომელთა განხორციელებასაც ბიზინა არ აპირებს სასაკვირველია, მაგრამ ახლა მას სჭირდება საზოგადოებისათვის იმის თქმა პრეზენტირება, რომ ის ლაპარაკობს რაღაც ყველა მხარესთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან და ლევან დავითაშვილი არის კარგი რესურსი. კარგი რესურსი, ხო. ეხლა ჩემს ამავე წყაროს მე ვესაუბრე რომ ეს კარგია მეთქი უთხარი ცხადია ბჭყალებში ჩავსვიბოდი ესე ვიტყვი ეს სიტყვა მაგრამ ნუ თქვი ამგვარი რამე რომ კარგია იმ თვალსაჩინო რომ ლევან დავითაშვილი არ იქნება ისეთი რეპრესიული პოლიტიკის გამტარებელი როგორიც არის ბატონი კობახიძე რაზეც მივიღე ერთგვარად პოზიტიური გამოძახილი ანუ მან ჩემმა წყარო მითხრა ანალიზი აქ ამგვარი რომ კი 180 გრადუსით A-წერტილიდან B-წერტილამდე არ შეიცვლება გურ გავაკეთოთ ხო A-წერტილიდან B-წერტილამდე არ შეიცვლება პოლიტიკა ლევან დავითაშვილისა განსხვავებული დიამეტრალურად განსხვავებული არ იქნება მაგრამ ესე თქვათ 90 გრადუსით ან არ ვიცი მეტი გრადუსით კი შეიცვლება 120 გრადუსით თქვათ შეიცვლება პოლიტიკა შიდა პოლიტიკას გულისხმობ ახლა ლევან დავითაშვილის პრემიერობის შემთხვევაში ანუ ესეთი რეპრესიული არ იქნება თუმცა მე როცა ვკითხე რომ აი ხო ნუ მაღალი ალბათობით ესია მეთქი მაგრამ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებს რუსულ ერთ კანონს რუსულ მეორე კანონს ფარას რომელსაც იღებენ თუ მიიღეს მედიის წინააღმდეგ კანონს მაუწყებლობის შესახებ კანონი იცვლება მოგეხსენებათ აი ამ დაჯარიმების პოლიტიკას აი ამ რაღაც აი ამას რა ვუყოთ მეთქი ამას კი შეცვლის ლევან დავითაშვილი თავისი ახალი გუნდით არ ვიცი პოლიტიკით და ასე შემდეგ პრინციპში მივიღე აუარყოფითი პასუხი სამაგიეროდ მივიღე დადებითი პასუხია რაც ხსენე იმასთან დაკავშირებით, რომ ლევან დავითაშვილი აღარ მიაწვება იმას,
რომ ყველა პარტია გაუქმდეს, ანუ გაუქმდეს მარტო ნაციონალური მოძრაობაო წულუკიანის კომისიაზე დაყრდნობით და აი სხვებს კი თავი დავანებო თუ აი ამ პოლიტიკას გაატარებს და ბიზნეს ივანიშვილთან ესე შეთანხმებული იქნება. მე არ ჯერა, გულახდილად გეტყვით. რომ ბიზნეს ივანიშვილის გარეშე დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებს ლევან დავითაშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა. არ მჯერა მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მაგე ხედავთ ჩვენ ლილვაშვილს უბრუნდები, როგორ ობახიძე როგორ იმაგრებს პოზიციებს. ანუ მე არ მგონია რომ მაინც და მაინც ლევან დავითაშვილი მოდის ახლა. უბრალოდ ანალიზ დაწინაურების თვალსაზრისით აი ამ სამთა შეჯიბრებაზე თუ მაინც და მაინც იცვლება პრემიერ-მინისტრი, ხო, შეიძლება სწორედ ლევან დავითაშვილზე გააკეთოს ფსონი. კითხვაზე როდის მოხდება ეს შემიწყარო მეუბნება რომ არა უგვიანეს მაისის მიწურულისა. რატომ მაისის მიწურულისა ვერ გეტყვით? შესაძლოა აი ახლა როცა ვფიქრობ, შესაძლოა ობახიძე მართლაც აპირებს 9 მაისს ჩასვლას მოსკოვში, ყაველაშვილთან ერთად თუ ყაველაშვილის გარეშე და უკვე ამას ბჭყალებში თუ ბჭყალებოთ უნდა გადახვეს ის ბიზნეს ივანიშვილის გადაწყვეტილებით და აი მის ნაცვლად აი ამ შეცდომიანი კალვითონ ბიზნეს გაშვებული არ იქნება ეს ობახიძე, ამ შეცდომიანი კაცის ნაცვლად მოვიდეს ხსენებული ლევან დავითაშვილი, ანუ სხვა კადრი, რომელიც სუფთა ფურცლიდან დაიწყო. არ ვიცი. მე მგონია, ასეთი ანალიზი გაკეთებად შეიძლება რომ ესე იგი ესეთი ყველაფერზე წავლენ, ესე შემიძლია ვთქვა. მათ შორის ლევან დავითაშვილიც არ იქნება დიამეტრალურად განსხვავებული ჩემი წყაროს ანალიზის მიუხედავად ირაკლი კობახიძისაგან, თუმცა ერთგვარად იქნება ახალი სისხლი, რომელიც ინარჩუნებს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას, კომუნიკაციას ელჩის დონეზე თუნდაც და შეერთებულმა შტატებმა გარკვეული ზეგავლენა შეიძლება მოახდინონ მათ შორის ხსენებული შუადერეფნის უსაფრთხოების და შუადერეფნის შედგენადობის, რომ შედგეს ეს შუადერეფანი კუთხით. დემოკრატიასთან იმართებაში, შიდა დემოკრატიასთან იმართებაში ქართული ოცნება ანუ ბიზნეს ივანიშვილი პრაქტიკულად უკან არაფერზე არ დაიხევს და ამჯერად უკვე ლევან დავითაშვილს გასვრის, ესე ვიტყვი, თუ პრემიერ-მინისტრი გახდა და ლევან დავითაშვილს გააირაკლი კობახიძეებს, ბარემ აქვე ვიტყვი, ისიც დროებითი კანდიდატია ხა ბიზნეს ივანიშვილის გონებაში რა ტრიალებს, კი შეგვიძლია ვივარაუდოთ, მაგრამ მაინც. ხო, რა ტრიალებს მაგაზეც ვიტყვი, არსებობს ამგვარი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვე ხსენებული უტა ივანიშვილი უნდა დააწინაუროს ბიზნეს ივანიშვილმა, თუ ამ ყველაფერს მოერევა, გადააგორებს, სხვები გააკეთებენ ფორმალურად, კობახიძე იქნება დავითაშვილი, არ ვიცი, იგივე რუხაძე თუ იგივე ლეჟავა თუ სხვები და სხვები, ყველაფერი შავ-შამუშაოს რო შეასრულებენ ისინი, მერე ოჯახის სინდიკატის წევრი უტა ივანიშვილი ბრახდა თქვან რომ აი ეს მოვიდა როგორც არადემოკრატიულ ქვეყნებში ესე მემკვიდრეობით გადაეცემა ხოლმე და უტა ივანიშვილიც ეხლა ზასირჩი ბჭყალებში რაღაცა უცხოეთში განათლება მიღებული კაცია შესანიშნავად ფლობს ალბათ ერთ-ან ორ უცხოურ ენას ფრანგულს მაგალითად და ინგლისურს ბჭყალებში გაწონასწორებულ განცხადებებს გააკეთებს მაგრამ პოლიტიკას კი არსობრივად არ შეცვლის და აჩრდილი ბიზნეს ივანიშვილისა უტასაც დაადგება, უტას ზურგს უგანაც იქნება ისე როგორც მთელ საქართველოში დაძრწის აჩრდილი ბიზნეს ივანიშვილისა ყველა მსხვილ ამბავში საქმეში გადაწყვეტილებაში, ყველა კონცეპტუალურ გადაწყვეტილებაში. აი ეს იყო სურის თქმაც მინდოდა გრიგოლ ლილუაშვილი წავიდა, მაგრამ არც დარწასულა, ის გააკონტროლებს რეგიონებს და არ გამოურიცხავ რომ არჩევნები მართლაც დანიშნონ ადგილობრივი არჩევნების სწორს, ანუ 4 ოქტომბერს ან მომავალი წლის აპრილ-მაისში ოღონდ მოვერანებული ექნებათ მთელი ველი და რეგიონებს დამატებით გააკონტროლებს სუსი და ეს ახალი რეგიონული განვითარების სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელიც იქნება ლილუაშვილი, ეს ერთი. მეორე, რასაკვირველია ჩემი მხარდაჭერა მამუკა ხაზარაძეს, იმიტომ რომ პოლიტიკოსის წინააღმდეგ შეთითხნილი ბრალდებები არის პოლიტიკური რეპრესიები და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ დაწყებულია სწორედ პოლიტიკური რეპრესიები ფორმალისტური თვალსაზრისით, რაც არ უნდა ჩაწეროს თუ წულუკიანის კომისიამ და თუ პროკურატურამ. და მე უკვე სასამართლო. ეს მეორე ამბავი, მესამე ამბავი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დოხს ჩამოსცილდა ნამდვილად ბატონი ლეჟავა, ალბათ მცირე შანსი აქვს რუხაძეს და დაწინაურებული არის ლევან დავითაშვილი შეერთებული შტატების ელჩის ვიზიტი სწორედ მასთან, შეხვედრა სწორედ მასთან ადასტურებს იმას, რომ ის არის ერთადერთი საკონტაქტო პერსონა ალბათ ბოჭორიშვილის გარდა
ბოჭორიშვილის გარდა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებიდან, თუმცა მე ეჭვმეპარება, რომ ლევან დავითაშვილი იმ შემთხვევაში თუ დანიშნავენ პრემიერ-მინისტრად 180 გრადუსით შეცვლის, ან რამენაირად შეცვლის პოლიტიკას ჩამოყალიბებულს ბიზინა ივანიშვილის მხრიდან თუ მიერ. და ბოლო პოინტი, გასაკვირველია დავითაშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, ეს არის პირი, რომელიც დროებით არის დანიშნული, კობახიძეც დროებით არის დანიშნული, როგორც ღარიბაშვილი იყო თავის დროზე. რატომ? იმიტომ რომ აჩრდილი დაძრწის საქართველოში, აჩრდილი ბიზინა ივანიშვილისა, რომელიც ჩემი ანალიზით და არა მხოლოდ ანალიზით, არამედ ინფორმაციითაც ემზადება, რომ შეარჩიოს სუსტი მომენტი საიმისოდ, რომ თქვას თვითონ გამოვიდეს, არ ვიცი, გამოვიდეს სხვა და თქვას შემდეგი სიტყვა. აი უტა ივანიშვილი, აი ჩემი მემკვიდრე, აი საქართველოს მომავალი, კი არა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ხო, არ ვიცი. განარჩენი ბიზინა ივანიშვილის აჩრდილიც რომ მილევადია, ესეც იცით თქვენ, მაგრამ ამას ძალის ხმევა სჭირდება და არა ის სიგიჟეები, რომლებიც ხდება დღეს არა საზოგადოებაში, არამედ პოლიტიკურ სპექტრში. ნახვამდის.